საღამომშვიდობისა მეგობრებო. ეხლა ვიწყებ გაუთავებას. და რამდენი მაქვს როგორ ახართ მეგობრებო თქვენ? ზოგი რომ არ დავაუთავო საერთოდ, არ იქნება ნეტა ყველაზე მეტად ჩხოლების გაუთავება. რა უნდა ამას? იქ თუ კარი არ დახურე ხომ, საშუალო არ არის რა. დავხუროთ კარი, თორემ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მოვიწყოთ გარემო. ეს არ ეკრატინებოდეს ხომ კაია. ისე დავავთავებ და თან გელაპარაკებით. აი მეგობრებო, დღეს რომ თქვი რაღაც ხდება ჩემს სახლში მეთქი. თუ ხმაურობს ახლა მართლა ძალიან დიდი ბუდიში. ხოდა სახლში შემოვალ თუ არა მეთქი, რაღაც ვერ ვარ და რაღაც მეწყება მეთქი და მაგაზე რომ მითხარით სახლი აკუთხინეთო, კარგი იქნება მართლა მეგობრებო, ეს მართლა კარგი იქნება, თუმცა ეს როგორ გითხრათ და როგორ აგიხსნათ ახლა. მაინც სადაც არ უნდა წავიდე, სადაც არ უნდა მივტრიალდე და მოვტრიალდე და რაც არ უნდა ვთქვა და რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ჩემს ავადმყოფობამდე მიმყავს ყველა თემა. რაც აღარ მინდა რომ ვილაპარაკო მაგაზე, მაგრამ რადგან ეს თემა ვთქვი, წამოვჭერი და თქვენც მითხარით, გამიზიარეთ თქვენი აზრები, მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა დიდი მადლობა. მეგობრებო, ეხლა როგორ გითხრათ? ჯერ საერთოდ თქვა თუ არ თქვა, რაში ვარ მართალი, რაში არ ვარ მართალი, არც ისე შეიძლება და არც ასე შეიძლება მესმის და არ ვიცი ეხლა. ანუ როგორ გითხრათ? მე არ ვარ მონათული. ჩემი ქმარი არ არის მონათული, ჩემი შვილი არ არის მონათული. ჩემი დიდი ბიჭი არის მონათული. ის ჩემთან არ ცხოვრობს, ხომ თბილისში. მე რომ გითხრათ ეხლა რომ მუსლიმანობას მივყვები და იმ ტრადიციებს ვიცავ ყველანაირად და ყველაფერს ვაკეთებ, ვერ გავაკეთებ და არ ვაკეთებ როგორ. რაღაც მინდა ვთქვა და როგორ თქვა არ ვიცი. ანუ არ შეიძლება ეგეც ვიცი, ან ერთი მხარე უნდა დაიჭირო და იყო უნდა ქრისტიანი, ან უნდა იყო მუსლიმანი. არ შეიძლება ან ერთი იყო, ან მეორე. მაგრამ თუ ორივეს პატივს ვცემ, მე მგონი არც ამაში დანაშაულს არ ვაკეთებ. ამით რისი თქმა მინდა, მეგობრებო. ვერ ვემსახურები ისე, როგორც საჭიროა ქრისტიანულ რელიგიას და ვერ ვემსახურები ისე, როგორც საჭიროა მუსლიმანურ რელიგიას. ანუ წამს ღმერთის და ყოველთვის მის მხარდაჭერას ვცნობ, ღმერთო დიდებულო, და როგორ თქვა ახლა?
აი როგორ მინდა ლამაზად ჩამოვაყალიბო და არ მინდა რომ ისე თქვა რაღაც რომ მე ან გაუგებრად დამჩეს და ან მე თქვენი ფიქრობთ რომ ასე როგორ შეიძლება და ასე როგორ ცხოვრობ. ამიტომ მინდა თქვა გარკვეულად და არ მინდა თქვა რაღაც ისე რომ იყოს იმისთვის გაუგება. მესმის არ ვარ მართალი, ან ერთს უნდა მემსახურებოდე, ან მეორეს. მაგრამ ფიქრობ, თუ ორივეს ვემსახურებდი ნაწილობრივ და არ ვაკეთებ მე ისეთ დანაშაულს, რომ მე არ ვარ ურწმუნო ადამიანი, ვარ წამს ღმერთის, წამს უბრალოდ როგორ ვთქვა, მე არ ვარ მონათლული, არ დავდივარ ეკლესიაში, უბრალოდ კი არა, ეს უბრალოდუნაც არ არის. არ დავდივარ ეკლესიაში და რომ შევიდე, ესეც არ იქნება ცოდვა და მე რომ მივყვები ორივე მივყვები როგორ გითხრათ ახლა. ანუ არის აღდგომა, ვაკეთებ პასხას. ვაცხობ თქვათ, როცა არის საჭირო ღვეზელებ. როცა არის იმისი დრო, ღება კვერცხებს. ანუ როგორ გითხრათ? არის მუსლიმანური შესასწავლები, ვაკეთებ ჰალვას. მივდივარ სასაფლაოზე, მივდივარ იმ წესებით, როგორც ჭირდება მუსლიმანურ წესს. მე მეგობრობ ორივე რწმენის ადამიანებთან, მე ატირვცემ ორივე რელიგიის ადამიანს, ატირვცემ ორივე რელიგიას, მიყვარს ღმერთი და ღმერთის იმედად ვარ. ყოველთვის, ყოველ წუთს და ღმერთის სიყვარული მაძლიერებს და ღმერთის სიყვარულით ვარ დღეს მე რომ ეხსენ ვარ. არ ვიცი, შეიძლება მე ვერ ავხსნა ახლა სწორად, კარგად, მაგრამ ალბათ გაიგებთ რისი თქმაც მინდა. ვერ მარხულობ, ვერც ერთი რელიგიის მარხვის პერიოდში და ვერც მეორეში. ჯერ გამომდინარე იქიდან, რომ მე ვსვამ ძალიან ბევრ წამლებს და ვერც ვერაფრით ვერ შევძლებ, რომ მე თქვათ დავლიო წამალი, ვერ დავლიო წამალი თავის დროზე, ამას ვერ შევძლებ. ეგეც ვიცი, რომ მონათლული რომ ვიყო, ზიარება უნდა ჩავაბარო და მაშინ მამამ უნდა მაკურთხოს და მომცეს იმის უფლება, რომ მე ცოდვაში არ ჩამეთვალოს თქვათ, რომ ვერ მარხულობ, ანუ როცა მისი დრო არის. ხო და მე როცა ავად გავხდი და როცა ჩემი გადარჩენის შანსი, ანუ იმედი 1% იყო, ჩემმა დეიდაშვილმა თქვა, რომ მე არ ვიცი რამდენად მახსოვს მე ეს იმ პერიოდის, რომ მე ნაკურთხი წყალი მაქვს, ამ ნაკურთხი წყალით უნდა გაუწმინდო სახე. და ამ ნაკურთხი წყალით მე რაღაცო სიზმარი ვნახეო და ამ ნაკურთხი წყალითო სიზმარი ვნახე ისეთი, რომ იქნება რაღაც იმედი მოგვეცესო. მერე ანუ ორივე წესით რაღაცები გამიკეთეს.
მუსლიმანური წესითაც, ქრისტიანული წესითაც, რომ ჩემი გადარჩენის იმედი ქონოდათ, ღმერთს შეთხოვდნენ, რომ მე ცოცხალი ყოფილიყავი და მე რომ სახლში დავბრუნდი, ღმერთმა ინება, ღმერთს დიდი მადლობა და ინება და მე გადავრჩი, მე სახლში რომ დავბრუნდი, აქ გამიკეთეს როგორ გითხრათ, ეს სახლი ნაკურთხი არ არის, ეს სახლი არის მუსლიმანური წესით მევლუდი ნაკითხი ამ სახლისთვის, ისე ვართ ჩვენ აქ შემოსულები და ანუ მუსლიმანური წესით გვაქვს აქ გაკეთებული, როგორც არის თქვათ, მოდი ამას დავდებ და ისე ვისაუბრებ, პატარებს გავავთავებ. ამას სხვანაირად ჭირდება და ანუ რისი თქმა მინდა, იმ წესებით ვართ ჩვენ ამ სახლში შემოსული. მე აქ მყავდა იყვნენ ხოჯები, ჩემი ბებია იყო დედის მხრიდან ხოჯა ქალ. დედა ჩემი მიყვებოდა ამ ტრადიციებს, ბებია ჩემი მიყვებოდა ამ ტრადიციებს, მიყვება დედა ჩემი დღესაც ამ ტრადიციას, ყველას თავისი რწმენა აქვს, ყველას თავისი შეხედულება აქვს. მივყვები ნაწილობრივ მეც, მაგრამ ნაწილობრივაც მივყვები ქრისტიანულს. და ეხლა დედაჩემს მე 88 წლის ხალს ვერაფრით ვერ გავაგებინებ ვერაფერს, ან რატომ უნდა გავაგებინო, იმას თავისი რწმენა მოდის მისი ბავშვობიდან და მისი დედიდან ასე. და ჩვენ სულ გვეუბნება, რომ ანუ ვიყოთ ისე, რომ მუსლიმანური წესით ვიცხოვროთ, ვერ ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ ვემსახურებით. ისე, როგორც ვემსახურებით და ვერა ისე, როგორც მუსლიმანურ წესებში არის. როცვა არის, დღეში ხუთჯერ, თავისთავად მარხვა არის თავის დროზე, ყურბანი იკლება თავის დროზე. და ეხლა ცოდვის არ ჩადენა და ღმერთის წმენა და ეგ ყველა ორივე რელიგიაში არის. თავარია ჩვენ არ ვართ უჯრედები, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ არ გვწამდეს ღმერთის. ხო და ეხლა ამით ვისი თქმა მინდა. ნაკურთხი წყალი შემოატარე სახლსო. ხო და მე აქ რადგან მაქვს გაკეთებული აი რაშია საქმე ვწერეთ. ხომე სახლში მქონდა თავის დროზე, როცა შემოვიბარგე აქ. ხუთლები მყავდა, ხუთლები არა, ბოდიშით. ხოჯები იყვნენ, სახლი და შეულოცეს თუ დალოცეს თუ რა ქვია ამას. მევლუდი ჩაიკითხენ და ჩვენ მაგის სუფრაც გქონდა. მერე დიდი ხნის მერე ხო არ ვიცი შემოვარგვიდა რა მექანი იყო გასული. მერე ჩემი შვილი მოინათლა და სუფრა მქონდა გაშლილი. მე რომ ავად გავხდი, მე სახეზე, ხელებზე და ამ ნაკურთხ წყალს მისვამდნენ და რაღაც
იმას აკეთებდნენ, მე ცუდად ვიყავი და არ მახსოვს ახლა ეს რა იყო. რაღაცებს აკეთებდნენ, სანთელს წვავდნენ კუთხეებში, ნაკურთ წყალს ასხამდნენ, უსვამდნენ და აი ეხლა ამით ისი თქმა მინდა. მეგობრებო, აქ მე ვუშვებ დიდ შეცდომას თუ ეს არ არის დიდი შეცდომა და ღმერთს თუ ვემსახურები და მე არ ვიცოდავ და მე ღმერთის სიყვარული მაძლიერებს, ღმერთის სიყვარული ამოძრავებს და მე თუ ეს დავუშვი, რომ ორივე რელიგიის მიხედვით რაღაც გამეკეთებინა სახლში, აქ მე შეცდომა დავუშვი თუ არ ვარ შემცდარი. იქნებ ამაში მაქვს რაღაც შეცდომა დაშვებული და რაღაც პრობლემები მაქვს. მაგრამ ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ დავიტყვი, რომ რატომ უნდა იყოს ცოდვა მაგალითად თუ მე არ ჩავდივარ ცუდს, არ ვაკეთებ ცუდს, მაგრამ ორივეს ხარს ვუჭერ და ორივეს პატივს ვცემ და ორივე რელიგიას ვემსახურები ნაწილობრივ. ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვემსახურები ისე რომ როგორც საჭიროა, ვერ. ხოდა ეს ყველაფერი ხომ არ არის ჩემთან დანაშაული და ამის კითხვა მე შემიძლია მივიდე კითხო ხოჯას, მივიდე კითხო მამაოს. მე არ მყავს ჩემი მამა და ჩემი მაგრამ რა მნიშვნელობა სიმართლეა და ხომ შეიძლება რომ მითხრას, მაგრამ ეხლა როგორ არის? ერთსაც რომ შევეკითხო და მეორესაც რომ შევეკითხო, ორივე მეტყვის თავის აზრს. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, პასუხს მივიღებ იმას, რომ შენ უნდა ემსახურო ერთს და არა ორივეს და არ ხარ ამაში მართალი. მაშინ როგორ უნდა მოვიქცე? უნდა მოვინათლო თუ უნდა გავყვე მუსლიმანობას როგორც ადათი და წესია, მე დავიხურო თავზე და დავდგე ფოსტზე, ვილოცო და ვემსახურო. და ის წესები, ისადა წესები ყველაფერი შევასრულო, რაც არის. ეხლა შეიძლება ისიც მითხრათ, მეგობრებო, რომ ეს არის არასწორი ლაპარაკი, იმიტომ რომ თუ ღმერთს აფასებ, ღმერთი გიყვარს შენ წმენას აფასებ, უნდა ემსახურო ისე როგორც არის, ხო? მაგრამ თუ ვერ გავაკეთე ეს, ვერ დავიხურე მე თავზე და ვერ ვილოცე და ვერც ვიმარხე და ვერც ვერაფერი ვერ გავაკეთე, ამიტომ დავისჯები. ვერც მოვინახე, იმიტომ რომ მე მოვდივარ ასე. და ჩემი შვილების ცხოვრება მათი გადასაწყვეტია. იმათი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე ვარ მშობელი. მე მაქვს უფლება იმის, რომ ვუთხრა, ავუცნა რელიგიაზე, ავუცნა ადათ-წესებზე, ავუცნა ყველაფერზე, მაგრამ მე იძულებით ვერც ერთს, ვერც მეორეს ვერ ვაიძულებ, რომ იყოს
ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ალბათ ეხლა არ ვიცი ეს ჩემი საუბარი სადამდე მივა, ან გაკიცხვის ღირსად დავრჩები, ან შეიძლება მიხდეთ რისი თქმაც მინდა და სწორად გაიგოთ. თავარია, მე ვფიქრობ, რომ და ვერ ვაიწყებ. უკვე ისინი არიან დასრულები, იმათ თავისი უფლებები აქვს და თავისი ცხოვრება აქვს. მაგრამ ჩემი ცხოვრება ასე არის, რომ ეხლა სიმართლე რომ თქვა, ეს არის, რომ არც იქით ვარ და არც აქით ვარ. ეხლა შეიძლება უთხოვების დროს ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ამას დაჯდომა და საუბარი უნდა, მაგრამ გამგები მე მგონი გამიგებს, რასაც ვამბობ. ამ ღმერთის ცოდვას არ ჩავიდენ, ჭიან ყველა რომ არის, იმასაც ფეხს არ დავადგამო რომ ვიტყვიან, აი ზუსტად ისე გვიცხოვრია, ჩვენ ცოდვით არ გვიცხოვრია ერთი წუთით და ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ღმერთის წინაშე მართალი, მაგრამ ღმერთის წინაშე მართალი 100%-ით ვერავინ ვერ იქნება ვერასოდეს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ იმას, რომ ღმერთის სიყვარული დავიმსახუროთ. მაგრამ ვამბობ, ვაღიარებ იმას, რომ ასეთი ჩემი საქციელით მე არც იქით ვარ და არც აქით ვარ. ესეც გამომდინარე ახლა იქედან დავიწყე ამაზე საუბარი, რომ მე რადგან ასე ვარ მეთქი სახლში და სახლში სულ აფორიაქებული ვარ და გარეთ უკეთესად ხდები მეთქი და იყო თქვენგან რომ სახლი აკურთხეთ, აკურთხი წყალი მოასხით, ეგ რომ მე კიდევ გავაკეთო, კიდევ დანაშაულს ხომ არ ჩავიდე, აი ამის თქმა მინდა. კიდევ ხომ არ დავუმატებ დანაშაულს, იმიტომ რომ მე არ ვარ მონაწილე და ჩემი სახლი არის მღვდლების ხოჯებისგან დალოცვილი. და აქ მეურვედი ნაკითხი. თუმცა ჩემი ავადმყოფობის პერიოდში არის ნაკუთრი წყალიც მოსხმული, მეც ნაკუთრი წყალით წამისვეს და კიდევ რა გააკეთეს მე ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ მე ძალიან ვერ ვიყავი და მაგრამ მახსოვს ის რაც მახსოვს ჩემმა დეიდაშვილმა რაც თქვა, ეგ ყველაფერი მახსოვს. და მაგის გაგებაც დიდი პრობლემა არ არის. ჩემი დეიდაშვილი თბილისში ცხოვრობს და ვიკავ გავიგებ ერთ წუთში, მაგრამ აი კიდევ ცოდვას ხომ არ დავამატებ იმას, რომ მე არ ვარ მონათლული და ხოჯებისგან დალოცვილი სახლში მე ერთიც გავაკეთე და მეორეც. აი ამ თემას ამიტომ შევეხე მეგობრებო ეხლა. ძირითადად ჩემი სათქმელი და სალაპარაკო ეხლა ეს იყო. ცოდვა მე მგონია რომ რატომ იქნება ცოდვა, თუ ღმერთისკენ იმავალი გზა რომელი მხრიდან იქნება, მაგრამ ცოდვა რატომ უნდა იყოს, ცოდვა რატომ უნდა გავაკეთო, ან ერთს თუ გავაკეთებ, ან მეორეს, მაგრამ აი როგორა ერთი გზიდან თუ მიხვალ, მეორე გზიდან როგორ წახვალ, ხომ ერთდროულად. ან აქედან თუ მიდიხარ, აქედან ვერ წახვალ, ხომ ერთდროულად. ამიტომ ერთს უნდა ვემსახურებოდი მე. და არა ორივე რელიგიას, მაგრამ მე ამით დანაშაულს ვაკეთებ. დღეს ისე ცხოვრობს უკვე ხალხი, რომ საერთოდ ურწმუნოთ და წმენა აღარ გააჩნიათ. მეთმა დაგვიფაროს, ჩვენ ასეთები არ ვართ.
ჩვენ რადგან ჩემი შვილი მოვნათლეთ, მე გავაკეთე თქვათ თავის დროზე პასკაც, გავაკეთე შევღებე კვერცხიც, ჩემი შვილი ისე იყო სულ ლოცულობდა, ეხლა მაგ დონეზე ვეღარ არის, მაგრამ ლოცულობდა ვამბობ იმას ქრისტიანული წესებით, ჭამის წინაც და დაჯდომის და ადგომის და დაძინების წინა ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ეხლა ვეღარ აკეთებს და აი მაგას ვამბობ, რომ მე ფაქტიურად ერთ სახლში ორივე რელიგიას პატივს ვცემდი. ვცემდი და ვცემ ეხლაც. ეხლა როგორ არის? ჩემთან, დედაჩემთან სოფელში, დედაჩემი მეულუც აკითხინებდა ყოველთვის და აკითხინებს, იმიტომ რომ ის იმ ტრადიციებით დაბერდა და ეხლა 98 წლის ქალი მიყვება იმ ტრადიციას და მორჩა. და შვილებიც მიყვებოდით მაგას და მიყვებით კიდევაც. უბრალოდ იმ დონეზე არა, როგორც ხოჯა, როგორც თვითონ მან, მაგალითად, დედაჩემიც ვერ ლოცულობს და ვერც მარხულობს, იმიტომ რომ ხანწნებები უწევს, ხან ვერ არის და სულ წამის ქვეშ არის და ვერ აკეთებს მაგას. მაგრამ რწმენა გააჩნია და მისი წესებით, მუსლიმანური წესებით აკეთებს ის ყველაფერს. და ხო, და ისი თქმა მინდოდა. მეულუც აკითხინებდა დედაჩემი და მეზობლები ყოველთვის ასე ხდება, როცა მეულუც აკითხინებ, უნდა ესწრებოდეს მეულუც რამოდენიმე ადამიანი ოჯახის წევრების გარდა, ვისაც სურვილიც აქვს და ვისაც შენ ეთქვი, რომ მოდი. მეზობლებს აუცილებლად ვეუბნებით მაგ დროს, მაგ შემთხვევაში. მე აღარ მიკითხვინებია მეულუდი მეგობრებო, რამდენი წელია უკვე. რაც ჩემი შვილი მოინათლა, მე ეს აღარ გამიკეთებია. და იქ ჩვენთან მეზობლად მონათლული მეზობლები იყო ერთ ოჯახში. რომ დავპატიჟეთ მეზობლები, იმას ვერ გამოტევდი და არც გამოტევდი. როგორ შეიძლება რელიგიის გამო ადამიანს დატოვო, გადაუარო და არ უთხრა, რომ დღეს მეულუდი მაქვს და შენ ვერ გეუბნები, იმიტომ რომ ქრისტიანი ხარ. ეგ როგორ შეიძლება? ამას არ გავაკეთებდით არაფრის დიდებით. ვუთხარით და თან აქეთ ვკითხეთ ხოჯას, რომ მე მას არ ეთქვა რამე. რომ ასე არის და ამ მეულუდის ლოცვას დაესწრება ქრისტიანი მეზობელი გოგოები. ძალი და მული იყო ახალგაზრდები. და ხოჯამ უთხრა, რომ პირიქითო, თუ გამოთქვამს სურვილს და დაესწრება, ამაზე დიდი მადლიო, რა უნდა გააკეთოს, რომ პატივსო ეცემაო, ჩვენ რელიგიასო, აინტერესებს, მოусმენს და როგორც წესი ამის სიტყვისო. ამაზე უკეთეს რას გააკეთებს. ეს თქვა ხოჯამ, რომელიც იყო როგორ ვითხრათ, საზღვარგარეთ დამთავრებული აქვს, არაბეთში ნამყოფია. ხო და რაღაც თავარი ხოჯაა ჩვენ სოფელში რომ გითხრათ. ხო და არ ითლება ესე იგი ცოდვათ ის, რომ შენ ისიც გააკეთო და ესეც გააკეთო. ეს ახლა ჩემ სასარგებლოდ არ ვამბობ. რატომ უნდა იყოს ცოდვა, თუ მე არ ვარ ურწმუნო ადამიანი და რწმენას ორივეს პატივს ვცემ და ორივეს ვემსახურები, როგორც შემიძლია ისე. მაგრამ ეხლა ამით არ ვამბობ მე, რომ კვერცხს ვებავ და პასკას ვაცხობ, ამით ღმერთს ვემსახურები.
ეს ტრადიციულად ვაკეთებ ამას, როგორც ტრადიცია ის ვაკეთებ, თორემ მე ვერ დავდივარ ეკლესიაში და რომც შევიდე, ვფიქრობ, არც არავინ არ უნდა მითხრას ის, რომ შენ მუსლიმანი ხარ და შემოდი, არ შემოხვიდე. ეს მეგონი არავინ არ უნდა მითხრას. იმიტომ რომ მე თუ მწამს და მე თუ პატივს ვცემ და შენიც მინდა ვირწმუნო, იქნებ იმდენჯერ უნდა შემოვიდე და იმდენჯერ უნდა დავინახო ის ყველაფერი, მოვისმინო ის ყველაფერი, რომ იქნება მეც მომინდეს და გავხდე ქრისტიანი. მაგრამ ერთი რამეც არის, რომ შენ იყავი ეს და აღარ გინდა ის და ეხლა გინდა ის, ეს რატომ არის, ამას მე ვერ ვგებულობ. რატომ? განა ორივე რა ღმერთის სამსახურში არ არის, რამეს ცუდს აკეთებს რომელიმე? არც ერთი, ხო? ხო და შენ თუ იმის გამო გინდა შეცვლა რჯულის, რომ ის გეადვილება, ადვილი არც ერთია და არც მეორე. ნამდვილად არც ერთია და არც მეორე. მე ახლა არ მინდა ამ თემას ისე გავავრცო და იმ კუთხით ვილაპარაკო, ნამდვილად არ მინდა, მეგობრებო, მინდა სწორად გაიგოთ. თქვი იმიტომ, რომ იქნება მე ვაკეთებ ცოდვას და ვერ ვხდები მეთქი, რომ ჩემს ოჯახში ფაქტიურად ორივე რელიგიის სიყვარულით ვარსებობთ და შეიძლება ეს ცოდვა ითვლება, მაგრამ რატომ ეს ამას ვერ ვხდები და ეს ცოდვა თუ ცოდვად ითვლება და მე ამ სახლში თუ მე მაქვს ამიტომ რაღაც პრობლემები ჩემი ჯანმრთელობის მხრივ, ღმერთმა ყველა კარგად მიმყოფოს, ოღონდ ყველა კარგად იყოს და მე ვიყო მხოლოდ მე მქონდეს პრობლემები და დანარჩენი ოღონდ კარგად იყოს ჩემს ოჯახში. და ეხლაც არასწორს ვამბობ, ხომ დანარჩენი ხომ არიან კარგად. ეხლაც არასწორს ვამბობ, მე კარგად არ ვარ და ისინი კარგად არიან და ეხლა ღმერთმა ისე გაიგოს თქვათ ეს, რომ მე მაშინ იმათაც ცუდად გავხდი და უფრო გაიგებ, ასეც არ გამომიგიდეს, ხო? მოკლედ, მეგობრებო, ვარ ასეთ მდგომარეობაში და იქნება ეს არის ჩემი დიდი დანაშაული. იქნებ ვაკეთებ ცოდვას და მე მგონია, რომ ცუდს არაფერს არ ვაკეთებ. ფაქტიურად ყველაფერი აქედან მოდის, შეიძლება. და მე ეხლა ესე იგი, მე რომ ჩემი მამა არის თქვათ მუსლიმანური წესით გასვენებული, ჩემი მამა რომ არის დედა რომ არის მუსლიმანი და ჩემი და რომ იყო ჩემსავით ნაწილობრივ მუსლიმანი და მაგრამ გასვენდა მუსლიმანური წესით და მუსლიმანურად გაუკეთეს ყველაფერი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი დის სასაფლაოზე ხოდა თქვა რომ სურათი არ უნდა იყოსო, თუ პატივს ცემთ და აკეთებთ, არ უნდა იყოსო. მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთებთ, იმიტომ რომ შვილებსაც ასე უნდა და ჩვენც ასე გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენი სურათიღა დაგვრჩა და მეტი კი ბატონო შვილებიც დარჩა მისგან და შვილებიც დარჩა და თქვა ცხოვრება გრძელდება. მაგრამ ჩვენ რომ სასაფლაოზე ავდივართ და ის სურათი იქედან გვიყურებს, ისე გგონია რომ ჩემი და იქ არის და გვიყურებს. და მაგიტომ რას ვამბობ ახლა? ვერ ვემსახურებით მაინც ისე, როგორც ზუსტად იმ წესებით და მე როგორ ახლა ჩემი მამას სასაფლაოზე რომ ავალ, მე როგორ თქვათ გავხდე ქრისტიანი და არ დავწვა ხავა? თუ მე რომ თქვათ მივდივარ ქრისტიანების ჩემი ვიღაც ახლობლის ქრისტიანის სასაფლაოზე, ვერ წავიღო პასკა?
ხო და ორივეს სიყვარულით და ორივეს პატივისცემით ცხოვრობდა, მაგრამ მამდე მიდის ჩემი ის რომ ეს უშუალოდ შეცდომა და მე ამაში დამნაშავე რა. აი აქ არის ჩემი კითხვა. თუ ამის გამო მე ხდები თქვათ ამ სახში ექნება რაღაც პრობლემა ჩემი ჯანმრთელობის მხრივ, გამორიცხული არ არის, მაგრამ ფიქრობ ასე დანაშაულიც რატომ უნდა იყოს. მე რომ თქვათ ვიყო რაღოველი, მე რომ ვიყო ურწმუნო, მე რომ ვიყო, მაშინ გასაგები იქნება, მაგრამ ორივე ღმერთის სამსახურში და ორივე რელიგია როგორც მათ წესებით არიან და პატივისცემენ ისე ცხოვრობენ, დანაშაული რატომ უნდა იყოს ვერ ვხვდები. მე ეგეც მესმის, მეგობრებო, ეგეც მესმის, რომ ჩვენ ვიყავით ქრისტიანები და გაგვამუსლიმანეს და 300 წელი ჩვენ ვიყავით თურქეთის ბატონობის ქვეშ და ჩვენ გაგვამუსლიმანეს და ჩვენ არ ვიყავით ქრისტიანები. არ ვიყავით მუსლიმანები, მეშლება ზოგჯერ ენა. ეგეც მესმის. მაგრამ ეხლა 300 წელი ჩემი წინაპარი რომ ასე მოდის და თქვათ მე დავამთავრებ, თქვათ, ხო? მე ჩვენ წმენას შეიძლება ჩემს იქით ჩემი შვილებმა არ გააგზავნონ მუსლიმანობა და მიყვნენ ქრისტიანობას. ჩემი შვილი მონათლულია. და შეიძლება დამთავრდეს ჩემთან, მაგრამ მე ცოდვას რატომ უნდა ვაკეთებდე, თუ მე ვცხოვრობ ასე. არ ვიცი, არ ვიცი. აქ ამ კითხვაზე ცოტა პასუხი ჩემი თავიდანაც ვერ ვღებულობ, მაგრამ ერთადერთი ის არის, რომ ფიქრობ, რომ მე ცოდვას არ ვაკეთებ. მეგობრებო, ეხლა შეიძლება ძალიან ისეთ თემას შევეხედა, შეიძლება ასეთი საუბარის დანაშაულია და შეიძლება არ ვიცი ვინ როგორ მიიღებთ ეხლა, მაგრამ მე ჩემი აზრი გამოვთქვი, მე ვაღიარე ის რაც არის, მე მოვყევი ის როგორც ცხოვრობთ ჩვენ და ერთ ოჯახში ცხოვრობს ორივე რჯულის ადამიანი და ორივე ერთად ცემს პატივს ღმერთს. ასეთი ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, ძალიან ბევრი კარგი გამიგია მათგან და ერთმანეთის სიყვარულით არიან და მე მგონი აქ შეცდომას არ უშვებ ჩემი აზრით და უბრალოდ ამ ყველა ლაპარაკიდან ამ საკითხიდან უბრალოდ აი ბოლოს შინასი რისი თქვაც მინდოდა და ამდენი რაღაც მოვყევი ვამბობ ხოლოდ ამას და ბოლოს ვიტყვი რის თქმაც მინდოდა მე რადგან ამ ოჯახში ვაკითხინე მევლუდი გავაკეთე მევლუდი წესებით მუსლიმანური წესებით აქ თქვათ ეს სახლის მილოცვა თუ ოლოცვა თუ რა ყველაფერი და მე მოვნათლე შვილი მე აქ შემოატარეს მეთქი სანთელიც დაანთეს და ნაკურთხი წყალიც და ეხლა მე კიდევ არც იქით ვარ არც ვაკით ვარ და კიდევ რომ ეხლა ნაკურთხი წყალი შემოვატარო უფრო დიდ ცოდვას ჩავიდენ თუ პირიქით ეგეც არ იქნება ცოდვა და ორივე მისაღებია აი ამის ასუხის და ამის დასკვნა მინდა გამოვიტანო თქვენგანაც ჩემი თავისგანაც და მე ვიცი რომ შეიძლება იყოს ერთი რიგი მღვდელი ან ერთი რიგი ხოჯა რომ არც ერთი არ თქვას უარი და ცოდვა რატომ უნდა იყოს მითხრას მაგრამ არსებობს ისეთი ორივე რომ
მითხრას რომ როგორ შეიძლება ან ერთს უნდა ემსახურო და ან მეორეს უნდა ემსახურო, მაგ შენ დიდ დანაშაულს აკეთებ. ასეთებიც არიან და ისეთებიც არიან და აი აქ ვიჭედები მეთქი და ამის თქმა მინდა და შეიძლება ეს ჩემთვის არის რაღაც ცუდად მოქმედებს ჩემზე, შეიძლება პირიქით, რადგან მე ცოცხალი ვარ და რადგან მე ღმერთმა უკან დამამბრუნა, შეიძლება პირიქით. ორივე სიყვარულით ვარ დღეს, შეიძლება რომ ცოცხალი ვარ და განედლებული ოჯახი მაქვს და ბედნიერი ოჯახი მაქვს. დანაშაული მე მგონი არ იქნება, მე თუ ნაკუთო წყალს მოვასხამ, მაგრამ მამაო რომ მოვიყვანო და აკურთხო სახლი, ეგ უკვე აღარ ვიცი. აი, მე მგონი გასაგებად ავხსენი მეგობრებო, რისი თქმა მინდა და ბევრი ცხოვრობს დღეს ჩემსავით, რომ არც სულ მუსლიმანია და არც სულ ქრისტიანია. აი, ამის თქმა მინდა. ასე ცხოვრობს ძალიან ბევრი დღეს. ბათუმი, აჭარა, მუსლიმანური არა მეგობრებო, უკვე ძალიან ბევრმა მოინათლა და ძალიან ბევრი ჩემნაირად ცხოვრობს და ძალიან ბევრიც არის კიდევ ისევ მუსლიმანი. ზემო აჭარაში, ხულოში, შუახევში ორივე რელიგიას ემსახურებიან, ჯამეც დგას და ეკლესიაც. მის მიმდევარიც არიან და ამის და არიან ორივე სიყვარულით, როგორც მაგალითად მე. დაგემშვიდობებით მეგობრებო, აი თქვენი პასუხებიც იქნება ძალიან საინტერესო ამ თემაზე. მართლა ოღონდ. მართლა და მაინტერესებს. აი რამე თუ ეხლა არასწორად ვთქვი და რამე თუ გასაკეცხად ღირსი ვარ, არც ეგ დაინანოთ ჩემთვის. მითხარით სიმართლე, არც ისაა საწყენი და არც გავგებარი ის, რომ ანუ ყველაფერს გავიგებ. მითხარით, თქვენ როგორ ფიქრობთ? დროებით.